დაკავება ქრთამის შეთავაზების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის შეთავაზების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს. მათ ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ემილ სიმუქერიას აჭარაში მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 100,000 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით 18 დეკემბერს თბილისში ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნულმა პირებმა ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს წინასწარ გადასცეს მოთხოვნილი თანხის 20,000 ამერიკული დოლარი. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ქრთამის მიცემის ფაქტზე ამხილებდა დავაკავეთ საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებმაც ანტიკორუფციულ სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს აჭარაში მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 100,000 დოლარი შესთავაზეს. მსენებელმა პირებმა ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს წინასწარ გადასცეს აღნიშნული თანხის ნაწილი 20,000 დოლარი.